შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო სადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. თაწმინდაზე. ნაწილი პირველი. მოწოდება ყველაფერი დენიკინის წინააღმდეგ საბრძოლველად. მენშევიკებმა შესცვალეს მოწოდებით ყველაფერი ბოლშევიკების წინააღმდეგ. რაბოჩი ნომერი 1 1919 წელი. თაწმინდის ძირას ორსართულიანი აგურის პატარა სახლში მარო ფრუიძე ცხოვრობდა. შვაღამე გადასულიყო და 23 წლის ლამაზი შავგვრემანი ქალი მარო თეთრეული ტყაის ნაღებით, სანემსე პატარა ბალიშებით და ფერადი ძაფების მორგვებით სავსე მაგიდასთან იჯდა და ლამფის შუქზე წარმტაც ნახატებს ხქარგავდა და აგვირისტებდა. მამა ადრე გარდაცვლოდა მაროს. იგი 3 წლის თუ იქნებოდა მაშინ. მის დედას აღათის მაროს გარდა 2 ვაჟი ჰყავდა, მიხა და ბიჭია. მიხა კორნელის ძმის, შალვას ტოლი იყო ასაკით. ბალღებს მიხას და შალვას აღათი აწოვებდა ძუძუს. მერე 3 წლის მარო ევგენის მოენათლა. ქვრივი, ღატაკი და გაჭირვებული ქალის, შალვას გამდელის, აღათი შვილი მარო 3 წლის იყო მაშინ, როდესაც კორნელის დედა მიშვილა. იგი ტერეზამ აღზარდა და მერმე ჭრაკერვისა და ქარგვის სკოლა დაამთავრებინა. მარო და კორნელი თითქმის ტოლები იყვნენ და კარისმერეთში დაძმასავით იზრდებოდნენ. ახლა მარო თბილისის ერთ-ერთ არტელში მუშაობდა მქარგავ ქალად. მისი უფროსი ძმები, ჭიათურის მაღაროს მუშები მიხა და ბიჭია ბოლშევიკები იყვნენ და მათ თავისი დაიც პარტიულ ქალად გახადეს. მაროს ფეხები დაეწყო პატარა სკამზე, მუხლებზე კი ყოფთა დაედო და გულისპირს ხქარგავდა. სკამზე გასული ჭრელი კატა ნაცარა ატოტებულიყო, ფეხები მაროს მუხლებზე შეეწყო და ქალს სახეში შესცქეროდა. ნაცარა თვალებს ნაბავდა, თითქო მაროს ეხვეწებოდა კალთაში ჩაგიწვევიო. მაგრამ მარო ყურადღებას არ აქცევდა. კატა ისევ განაბული შესცქეროდა, ნიშანს ელოდა. მაროს კალთაში უმალვე რომ ჩახტომოდა და ზედ დაგორგლებულს კრუტუნით დასძინებოდა. კატა გათამამდა. ფეხი მაღლა ასწია, წინ კოხტად გაიშვირა და მუშაობით დაღლილ ქალს თათი ლოყაზე ნაზად მოუთათუნა. თითქოს ეფერებოდა და ეხვეწებოდა, გეყოფა ამდენი შრომა, თავი გაანებე ხელსაქმეს, მოდი ერთად დავწვეთ, დავისვენოთ და დავიძინოთო. მაროს გაეღიმა და მუდარით უთხრა, ნაცარა, ხვალ დილისათვის სამუშაო უნდა მოვასწრო. დამეხსენი რა, სათამაშოდ არამცალია. მერმე კედლის საათ შეხედა და გაუკვირდა, რა დიდი დრო გასულა, მუშაობაში არც კი შემიმჩნევიაო. ღამის 2 საათი იყო. უცბად ქუჩაში გასასვლელი კარები ვიღაცამ გააღო და კიბეზე ამოვიდა. მარო მაშინვე იცნო უცნობის ნაბიჯები. კალთაში სამუშაო ჩაბღუჯა, თავი ასწია და გაირინდა. მაროს ოთახი მეორე სართულზე კიბის თავში იყო მოთავსებული. წინ ეზოსკენ გრძელი აივანი ჰქონდა. აივანზე გასასვლელი მინაჩასმული კარი და ფარდიანი ორივე ფანჯარა ღია იყო. უცნობი კიბეზე ავიდა.
ღია ფანჯარას მიადგა, თავი ასწია და ფარდის ზემოდან ოთახში შეიხედა. მიხა, დაიძახა მარომ, წამოიჭრა, ხელსაქმენი მაგიდაზე დააგდო და ძმას შეეგება. მკრთალი შუქით განათებულ ოთახში ჯმუხი ვაშკაცის კბილებმა თეთრად გაიელვეს. ძმამ კეპი გაისწორა და დას თვალებში ჩახედა და უთხრა: სინათლე ჩააქრე, მე მარტო არა ვარ, სინათლე ჩააქრე, თორემ შუქი აივანზე გადის. კედიას აგენტებმა ჩვენს კვალს მიაგნეს, სამჯერ დაესხნენ თავს ჩვენს საიდუმლო ბინებს, მაგრამ სამჯერ შინარ აღმოჩნდით, ახლა აქ უნდა გავათიოთ ღამე. ამოიყვანე ამ ხანაგები, მიუგო მარომ და როდესაც ძმა კიბეზე ჩავიდა, ზინგერის მანქანას დასწვდა და ფანჯრის მოაჯირზე შემოსდო. მაგიდიდან თეთრეული ხელსაქნარი ძაფები, თარგები და ჯავაირჩეული ქსოვილები აიღო და სუფთად გაწყობილ საწოლზე დაალაგა. მაგიდა გადაწმინდა, ირგვლივ სკამები დადგა და მერმე სანთელი ჩააქრო. ბნელი ღამე იყო, მარო კარებთან გაჩერდა. თმა გაისწორა და აღელვებული დაელოდა ძმის ამხანაგების მოსვლას. ფეხზე კატა ეხახუნებოდა და კრუტუნებდა. ბოლოს ქუჩაში გასასვლელი კარი ფრთხილად გაიღო და კიბეზე მიხა და მისი ამხანაგები ამოვიდნენ. რადგან მაროს ოთახი აივნის თავში იყო, ამიტომ კიბეზე ამოსულს უმალვე შეეძლო მის ოთახში შესვლა. მიხა და მისი ამხანაგები ოთახში ფეხაკრეფით შევიდნენ. მიხამ ფანჯრები და კარი მიხურა და დას უთხრა: იცნობდე, ეს ნიკო გოცირიძეა. აგერ ამას თუ იცნობ, ამ ღამეში როგორ უნდა მიცნოს, განაცხადა ვიღაცამ. უი, ვანო! ჩუმად დახშული ხმით დაიძახა მარომ და ვანო მახათაძეს და ნიკო ცეცხლაძეს ხელი ჩამოართვა. ალბათ ამასაც ვერ იცნობ, ისე უთხრა ძმამ. ამ ღამეში მეც ვერ მიცნობს მარო, ვანოსავით განაცხადა მესამე კაცმა. გალაქტიონი ხარ? გიცანი? უთხრა მარომ და ჰკითხა: შენ როდის ჩამოდი, კაცო, რუსეთიდან? 3 დღე იქნება. რა ამბავია რუსეთში? ცუდი ამბავი. დენიკინის ლაშქარი მოსკოვს უახლოვდება და ჩვენც გვემუქრება. მერმე ჩვენ რა გზას დავადგეთ? ჰკითხა მარომ ვანოს. სწორედ ამიტომ ბრუნდებიან რუსეთიდან ჩვენი ამხანაგები. იქაც და აქაც ყველაფერი დენიკინის წინააღმდეგ ბრძოლას უნდა დაექვემდებაროს, მიუგო ვანომ. მენშევიკებმა ეს ლოზუნგი ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლის ლოზუნგად გადააკეთეს. ყველაფერი ბოლშევიკების წინააღმდეგო, მიუგო მარომ ვანოს. ჩუმად ილაპარაკეთ, თორემ მეზობლები გაიგონებენ, თქვა გალაქტიონმა. ვანომ ოთახს მოავლო თვალი და მაროს ჰკითხა: გვერდზე ვინ ცხოვრობს? კალატოზი ნიკა ლაფერაშვილი, მიუგო მარომ. ქვევით მეჩექმე ფირუზ გალოიანი. კიბეზე რომ ამოვედით, მგონი დაგვინახეს. მათი ნუ გეშინიათ, ჩვენები არიან. კიბის კარები იკეტება? იკეტება. აივნიდან კიდევ სად გადიხარ? ეზოში. მერმე ეზოდან? ალაყაფის კარებით წინ ქუჩაში. ეზოს უკან კი ხრამია და მერმე მთაზე მიმავალი საცალფეხო გზა. ჩვენ იმ საცალფეხო გზით მოვედით ვერიდან. ღამე იწყება ჩვენი ცხოვრება. ნადირივით გარე-გარე ვუვლით ქალაქს მენშევიკების ავაზაკების შიშით. ახლა კი მიუბრუნდა ვანო მაროს. კიბის კარები დაკეტე და აივანზე დაჯექი. ეზოდან თუ მოგვეპარნენ, წინა კარებს გამოვიყენებთ, ხოლო წინა კარებს თუ მოადგნენ, ეზოში გავალთ. ორივე მხრიდან თუ თავს დაგვესხნენ, მაშინ კი არ ვიცი როგორ მოვიქცეთ, შეყოყმანდა ვანო. მაშინ კალატოს ნიკა ლაფერაშვილს გავაღვიძებ და მისი ფანჯრიდან მეზობლის ეზოში აღმოჩნდებით. იქიდან კი თონეთის ქუჩაზე გახვალთ და მერმე მთის ბილიქს დაადგებით. მიეშველა მარო. კეთილი, მას ქუჩის კარები დაკეტე და აივანზე დაჯექი.
დაავალა ვანომ. ოთახში მამაკაცები დარჩნენ. მაგიდის ირგვლივ დასხდნენ და საუბარი განაგრძეს. ახლა თვალი შეეჩვია სიბნელეს და მოსაუბრენი ნათლად ხედავდნენ ერთმანეთს. არც თუ ისე ბნელოდა, ცას ღრუბლები გადაეყარა და ვარსკვლავებით მოჭედილი ჩანდა. მარომ ქუჩის კარები დაკეტა, აივანზე ამოვიდა, მოაჯირთან დაჯდა და სმენად იქცა. მაროს ოთახი ახალ კონსპირაციულ ბინად იქცა. აქ ვანო მახათაძემ რკინიგზის სადგურისა და არსენალის რაიონების უჯრედების წარმომადგენელთა თათბირი ჩაატარა. თათბირზე აჯანყებისათვის მომზადების საკითხს იხილავდნენ. ვანომ დაწვრილებით მოახსენა კრებას თუ რა იყო საჭირო იმისათვის, რომ პარტიული უჯრედები და მუშები აჯანყებისათვის მოემზადებინათ. თანაც დამსწრეთ აცნობა, რომ პარტიის სამხარეო კომიტეტი, რომელიც იძულებული იყო 1918 წელს თავისი ადგილსამყოფელი კავკასში გადაეტანა, თბილისში დაბრუნდა და აჯანყებისათვის მზადებას ხელმძღვანელობსო. 1919 წლის შემოდგომაზე საბჭოთა რუსეთის სამოქალაქო ომისა და ინტერვენციის ყველაზე უფრო მძიმე პერიოდს განიცდიდა. ახალი ჯარისკაცებით შევსებულმა მოხალისეთა არმიამ საზღვარგარეთიდან იარაღი, სამხედრო მარაგი, ტანისამოსი მიიღო და ჩრდილოეთისაკენ კურსკისა და ორიოლის მიმართულებით გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა. გენერალ ვრანგელის არმია ცარიცინს მიუახლოვდა და 30 ივნისს ეს მნიშვნელოვანი სტრატეგიული კვანძი დაიკავა და სარატოვ-ბალაშოვის რაიონში წინსვლა დაიწყო, რომ აქედან ეწარმოებინა შეტევა პენზაზე და ნიჟნი-ნოვგოროდზე. თავარი იერიში მოსკოვზე გენერალ დენიკინის არმიას უნდა მიეტანა. მასთან შეთანხმებულად მოქმედებდა გენერალ იუდენიჩის არმია, რომელმაც ამერიკელ, ინგლისელ და ფრანგ სამხედრო სპეციალისტების მიერ დამუშავებული გეგმის მიხედვით გაილაშქრა ესტონეთზე, ლატვიაზე და პეტროგრადზე. საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ ომში უნდა ჩაებათ აგრეთვე ფინეთი და ბალკანეთის სახელმწიფოები. ანტანტის ჯარები მზად იყვნენ არხანგელსკის რაიონიდან ვოლოგდაზე და შემდეგ მოსკოვზე ეწარმოებინათ თავდასხმა. ამერიკის მთავრობამ ზომები მიიღო, გაემაგრებინა და გაეძლიერებინა ადმირალ კოლჩაკის არმია და შეეჩერებინა წითელი არმიის წინსვლა ციმბირში. აი ლაშქრობის ორგანიზატორებმა საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენეს აგრეთვე უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და სხვა განაპირა მხარეები. კონტრრევოლუციური ძალებისათვის ფინანსური და მატერიალური დახმარების მიზნით ბალტიის ზღვისპირა მხარეებში შექმნილ იქნა ანტანტის ქვეყნების კომიტეტი. საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ ანტანტის ამ მეორე ლაშქრობის სულის ჩამდგმელი უინსტონ ჩერჩილი დაჯერებული იყო, რომ იგი ჩქარი გამარჯვებით დამთავრდებოდა. წითელი რუსეთის წინააღმდეგ დარწმუნებით ამბობდა იგი. ახლა 14 სახელმწიფო მოქმედებს და მაშა სადამე უახლოეს ვადაში ყოველ შემთხვევაში ამ წლის ბოლოს პეტროგრადისა და მოსკოვის დაცემა უზრუნველყოფილია. ამ გრანდიოზული გეგმის შესრულებაში მთავარ როლს არსებითად ამერიკა ასრულებდა. იგი აფინანსებდა ინგლისსა და საფრანგეთს, რომლებიც დენიკინსა და მის მოკავშირეებს უშუალო დახმარებას უწევდნენ. კონტრრევოლუციური არმიის მიერ დაკავებული ჩრდილოეთ კავკასია და ამიერკავკასია სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების ზურგს წარმოადგენდა. ჩრდილო კავკასიასთან მოსაზღვრე საქართველო და აზერბაიჯანი საიმედო დასაყრდენად არ მიაჩნდა დენიკინს.
მუსავატელებმა და მენშევიკებმა ხელისუფლების შენარჩუნება შეძლეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ინგლისის ხიშტები ამაგრებდნენ და მაინც 1919 წლის მაისში საყოველთაო გაფიცვამ ბაქოს თავზარი დასცა. ბაქოელები საბჭოთა რუსეთიდან ბლოკადის მოხსნას და ასტრახანთან კავშირის აღდგენას მოითხოვდნენ, რათა იქ ნავთის შეტანა დაეწყოთ. როდესაც საქართველოსა და აზერბაიჯანში დენიკინელთა ჯარების შემოსევის საშიშროება დაიბადა, ბაქოს მუშები დენიკინის წინააღმდეგ რევოლუციური ბრძოლის მოწოდებით გამოვიდნენ. ამ მოწოდებას საქართველოც გამოეხმაურა. ჟორდანიას და რამიშვილის მთავრობას სულ უფრო და უფრო ეცლებოდა ფეხქვეშ ნიადაგი. თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ფოთის და ჭიათურის მუშები გადაჭრით მოითხოვდნენ დენიკინის წინააღმდეგ საერთო ბრძოლისათვის მთელი ამიერკავკასიის მუშების შეკავშირებას. მენშევიკურ პარტიაში განხეთქილება დაიწყო. ნებაყოფლობითი სამსახურის პრინციპი სახალხო გვარდიაშიც კი ძალდატანებითი გაწვევით შეიცვალა. ბოლშევიზმი მენშევიკების ამ საიმედო ჯარის ნაწილებშიც შეიპარა. აჯანყებას ყველა მომწიფებულად თვლიდა. ნამდვილ კატასტროფამდე მისული ეკონომიური კრიზისი პოლიტიკური, მენშევიკური ხელისუფლებისადმი მოსახლეობის ზიზღი, ყველაფერი ეს იმაზე მეტყველებდა, რომ აჯანყება უთუოდ გამარჯვებით დამთავრდებოდა. იმათაც კი, რომლებიც ბოლშევიკებს იმ იმედით მიეკედლნენ, რომ მათი ორიენტაცია დასავლეთზე პურს, საქონელს, სიმშვიდეს და ბედნიერებას მოუპოვებდა საქართველოს, ახლა მენშევიკებისაგან ჩამოშორება იწყეს. მენშევიკური პარტიის თბილისის ორგანიზაციამ 1 წლის განმავლობაში თავისი წევრების 1/3 დაჰკარგა. ბოლშევიკების საოლქო კონფერენციებმა ცხადყვეს, რომ ქალაქელებში მუშათა აჯანყებას გლეხობა მხარს დაუჭერდა. არჩევანი მომხდარი იყო. სამხარეო კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო აჯანყება 30 ოქტომბერს დაეწყო. მენშევიკური ხელისუფალნი ხედავდნენ, რომ მიმდინარე ამბებმა ისინი უფსკრულის პირას მიიყვანეს. ისტორიის ირონია ის იყო, რომ მათ გადარჩენა მხოლოდ დენიკინს თუ შეეძლო. ახლა დენიკინმა პოლიტიკური მოქნილობა გამოიჩინა. გადაწყვიტა სრულიად რუსეთის ეროვნული კრების მოწვევამდე საქართველოს საქმეებში არ ჩარეულიყო და ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის აუცილებლობა აღიარა. მოლაპარაკებისათვის თბილისში გაიგზავნა გენერალი ბარათოვი, რომელსაც ქართველი ოფიცრობა იცნობდა და აფასებდა. პირველი საკავალერიო კორპუსის უფროსმა გენერალმა ბარათოვმა ომის დროს დიდი სახელი მოიხვეჭა. ბარათოვის კორპუსი იგზავნებოდა სპარსეთზე გავლით მესოპოტამიაში ინგლისის იმ არმიასთან შესაერთებლად, რომელიც ბაღდადის აღებას ცდილობდა. საკავალერიო დიდი მასებით მეტად მძიმე პირობებში ჩატარებულმა სტრატეგიულმა ოპერაციამ წარმატებითმა სამხედრო მოქმედებებმა თურქეთის წინააღმდეგ სახელი გაუთქვეს გენერალ ბარათოვს. გენერალი ახერხებდა სარდლის ნიჭთან ერთად აღმოსავლეთის დიპლომატის თვისებების გამოჩენასაც, რის გამო კარგ ურთიერთობას ამყარებდა როგორც ინგლისის სარდლობის მედიდურ წარმომადგენლებთან, აგრეთვე სპარსელ ხანებთან, რომელთაც მდიდარი საჩუქრებითა და ოქროებით ყიდულობდა. იგი სკობოლევს ბაძავდა და ამიტომ მას გენერალ დემოკრატს უწოდებდნენ. ეს კი დროებით მაინც ჩველოდა მას ჯარისკაცთა მასებთან მეგობრული კავშირის დამყარებაში.
მასთან ერთად თავი ისახელა აგრეთვე ქართველმა გენერალმა გაბაშვილმა, რომლის ბრიგადა ბარათოვის კორპუსში შედიოდა. ომის დამთავრების მერე 1919 წლის გაზაფხულზე ბარათოვი ინდოეთსა და სტამბულზე გავლით საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ ეს არ იყო ბათუმის მახლობლად ზღვისპირას მდებარე თავის წარმტაც მამულში დასასვენებლად უბრალოდ ჩამოსვლა. იგი ეკატერინოდარში გამოიძახეს და იქ საქართველოსა და სამხრეთ რუსეთის მთავრობას შორის კონფლიქტის მოგვარება დაავალეს. ბარათოვის შუამავლობამ ის ნაყოფი გამოიღო, რომ საქართველოს მთავრობამ ეკატერინოდარში მოსალაპარაკებლად საგარეო საქმეთა მინისტრი გეგეჭკორი და გენერალი მაზნიაშვილი გაგზავნა. პირველი თათბირი უშედეგოდ დამთავრდა, რადგან გენერალმა დენიკინმა, ალექსეევმა და მათმა დამქაშებმა, მონარქისტმა შულგინმა და ვორობიოვმა საქართველოს მიმართ ყოვლად მიუღებელი ტერიტორიული პრეტენზიები წამოაყენეს. ბოლოს ბარათოვის დაუღალავი მუშაობისა და შუამავლობის წყალობით მენშევიკებსა და დენიკინს შორის შეთანხმება მოხდა. ბარათოვის მისია არა მარტო საქართველოსთან, არამედ სომხეთთან და აზერბაიჯანთან მეგობრული კავშირის დადებით განისაზღვრებოდა. მისმა მისიამ შედეგი გამოიღო. საქართველოსა და მოხალისეთა არმიას შორის ნორმალური ურთიერთობა დამყარდა. საზღვრების საკითხიც მოწესრიგდა და სამეურნეო ეკონომიური ურთიერთობაც მოგვარდა. დენიკინმა სცნო პირობითად საქართველოს დამოუკიდებლობა. სამაგიეროდ მენშევიკებმა მოხალისეთა არმიის ზურგში შვიდობიანობის დაცვის სრული გარანტია იკისრეს. მეტიც, ფრიად ენერგიული ზემოქმედება ჩრდილო კავკასიის ხალხებზე, რათა მათ არ გაელაშქრათ მოხალისეთა არმიის წინააღმდეგ. გენერალი ბარათოვი აგურის ქუჩაზე მთავრობის მიერ მისთვის შერჩეულ სახლში ცხოვრობდა. დენიკინის ელჩს გაბერილი შტატი ჰყავდა, მრჩეველნი და დიპლომატიური მოხელენი. ამ დილით ბარათოვი კაბინეტში იჯდა და თავის მდივანს წვერ გაპარსულ მაღალსა და ბეჭებგანიერ მწითურ ვაჟკაცს პოლკოვნიკ კოვალევს მითითებას და დავალებას აძლევდა. ბრგე ჩასუქებული 50 წლის ბარათოვი დღეს კარგ გუნებაზე იყო. კაბინეტში ადიუტანტი შევიდა და მოახსენა. გენერალი ედიშერიძე მობრძანდა. ბარათოვის სახეზე სიამოვნების ღიმილმა გაირბინა და ადიუტანტს უთხრა, სთხოვეთ. მერმე პოლკოვნიკ ნიკოლაევს მიუბრუნდა. ქართული ჯარების სარდალი გენერალი ოდიშერიძე ჩემი მეგობარია. მე და ოდიშერიძემ ერთად დავამთავრეთ სამხედრო აკადემია. მას ნუ ეხუმრებით, იგი ჭკვიანი ქართველია. ჩვენ ჯარში მან ცნობილი სტრატეგის და სამხედრო საქმის დიდად მცოდნე ოფიცრის სახელი მოიხვეჭა. ბოლო დროს იგი კავკასიის არმიის სარდალი იყო. უმისოდ საქართველოსა და სამხრეთ რუსეთის მთავრობას შორის შეთანხმება განიჭირდებოდა. ტანმორჩილი, ესეც მსუქანი, ჭაღარა შერეული წვერულვაშიანი და ფერმკრთალი გენერალი ოდიშელიძე კაბინეტში შევიდა. ბარათოვი მაშინვე ფეხზე წამოდგა, ოდიშელიძეს მიეგება. ორთავე ხელით მისი მარჯვენა ხელი დაიჭირა და სიცილით უთხრა, სწორედ შენ გელოდებოდი მეგობარო, დაბრძანდი. ჩემს მდივან კოვალევს ხომ იცნობ? მაქვს პატივი ვიცნობდე, მიუგო ოდიშელიძემ და კოვალევს მიესალმა. ბარათოვმა ისევ განაგრძო. დღეს ჩემთვის სეიმის დღეა, რადგან მიზანს მივაღწიე. ჩვენსა და თქვენ შორის შეთანხმება უკვე მოხდა. აგრეთვე ჩემთვისაც, ჩემი სურვილიც ხომ ეგ იყო, მე დღეს შენს წასაყვანად მოვედი.
ეგ სასიხარულო ამბავი უნდა ავღნიშნოთ. ამას მოვასწრებთ. ახლა ჩვენ შეთანხმების წვრილმანებზე უნდა ვიმუშაოთ. ამის შემდეგ უმალვე დაიწყო ბარათოვმა წვრილმანების გამო ოდიშელიძესთან საუბარი, რომელმაც თითქმის პირველ საათამდე გასტანა. საქართველოს ჯარების სარდალი ოდიშელიძე და სხვა ქართველი გენერლები დიდად შველოდნენ ბარათოვს მისი მისიის შესრულებაში. დღის პირველ საათზე გენერალი ბარათოვი და ოდიშელიძე პატარა სამხედრო მანქანაში ფორდში ჩასხდნენ და ვერის დაღმართით პლეხანოვის პროსპექტისაკენ გაეშურნენ. დაღმართიდან მტკვრის გაღმა მახათას მთამდე გაშენებული ქალაქი მოჩანდა. ბარათოვმა თვალი მოავლო მზიან საქართველოს დედაქალაქს. მისი მშვენებებით მოიხიბლა და გაიფიქრა. ბაღდადის შემდეგ ასეთი წარმტაცი ქალაქი ახლო აღმოსავლეთში არ მოიძებნება. თუ ოდიშელიძე ფიქრობს, რომ ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობას შევურიგდით და მას ხელიდან გაუშვებთ. ბარათოვმა ქართველ გენერალს შემოხედა და გაუღიმა, მაგრამ ოდიშელიძე თითქო მიუხვდა უკეთურ ფიქრს. თვალი გაუსწორა და მანქანის საჯდომზე შეიშმუშნა. იმ წამსვე აგურის სახლის მეორე სართულის ღია ფანჯრიდან ვიღაცამ მოულოდნელად ბომბი გადმოისროლა. იგი მანქანის ახლოს დაეცა და აფეთქდა. შოფერი და ოდიშელიძე უვნებლად დარჩნენ, ხოლო ბარათოვი დაიჭრა. შოფერი არ დაიბნა და მანქანა მიუშვა. აფეთქების ადგილას მილიციელები გაჩნდნენ. კედელს ამოეფარნენ და ღია ფანჯარას შაშხანის ტყვიები დაუშინეს. მალე სახალხო გვარდიელების მთელი რაზმიც მოვიდა და იმ სახლს, საიდანაც ბომბი ისროლეს და მთელს უბანსაც ალყა შემოარტყეს. მილიციელებმა მტკვრისაკენ გაქცეული კოსტუმში გამოწყობილი ქერა კაცი შენიშნეს და სროლა აუტეხეს. უცნობი გარბოდა და სროლითვე უპასუხებდა. იგი ცირკის შენობისაკენ გაიქცა. მოუხვია და მტკვრის მაღალ ნაპირზე აღმოჩნდა. აქედან გზა ბორნისაკენ და ვერის ბაღისაკენ მიდიოდა. ორი მილიციელი გაქცეულს არ ეშვებოდა. გვარდიელებმა თავი დაუარეს. თიდან დაეშვნენ და უცნობი კაცი დაჭრეს. იგი წაბარბაცდა და პირქვე დაეცა. როდესაც მილიციელებმა წამოაყენეს და ეტლით მახლობელ საავადმყოფოში მიიყვანეს, იქ უმალვე განსაკუთრებული რაზმის უფროსი კედია მივიდა. დაკითხვის დროს დაჭრილმა უარი განაცხადა თავისი ვინაობის გამჟღავნებაზე. ბოლშევიკი ხარ? დაიხარა და ჰკითხა კედიამ. არა, მე არც ერთ პარტიას არ ვეკუთვნი. ვინ გშველოდა? არავინ. ვინ მოხცა ბომბი? ეს ბომბი კი არა, ხელყუმბარა იყო. ფრონტიდან ჩამომყვა. საქართველო მადლობას მეტყვის, ის მტარვალი თუ ჩავაძაღლე. თვითონ ხარ ძაღლი. ჩასძახა კედიამ ჩახლეჩილი ხმით და თავის აგენტებს უბრძანა. თვალყური ადევნეთ. ქალაქში მასობრივი დაპატიმრება დაიწყო. როდესაც ბომბის გამსროლი საავადმყოფოში მიიყვანეს, ხალხი და მილიციელები დაიშალნენ. გალაქტიონ გელაშვილი ვერის ხიდზე გავიდა და სანაპირო ქუჩაზე კორნელი მხეიძის ბინას მიადგა. კავკასიდან დაბრუნების მერმე ის პირველად არ შედიოდა ამ ბინაში. გაიგე, რა დიდი ამბავი მოხდა, გალაქტიონ. ვინ ესროლა ნეტა ბომბი დენიკინის გენერალს ბარათოვს? ჯერ არ იციან ვინ არის. მიუგო გალაქტიონმა და რა დაინახა კორნელი ქალაქში წასასვლელად მომზადებულიყო, უთხრა. კარგია, რომ შიშეგის წარი. ჩემი ამხანაგის ბინა, სადაც მე ვცხოვრობ, დაკეტილი დამხვდა. მერე შეეხვეწა. შენ თუ სადმე წასვლას აპირებ, გასაღები დამიტოვე.
აგერ იმ ტახტზე დავეგდები და დავიძინებ. ღამე არ მიძინია. შენს მოსვლამდე აქ ვიქნები. ქალაქში გასვლა ჩემთვის სახიფათოა, დაჭერები დაიწყეს. აგერ გასაღები კარებშია, ეს ბალიში ამოიდე თავქვეშ. აი ეს თხელი საბანით წაიხურე. მე მალე მოვალ. შესთავაზა კორნელიმ, მაგრამ გალაქტიონმა უარი განაცხადა. მუთაქის გარდა არაფერი არ მინდა. ტახტზე დაჯდა და ვეება ხელის თითებით ხალათის საყელოზე ღილები შეიხსნა. კორნელიმ უთხრა, მე მალე მოვალ და მერმე ერთად ვისადილოთ. გმადლობ, არ არის საჭირო. თუ გინდა დაღამებამდე ნუ მოხვალ. კარგი იქნება დაღამებამდე თუ არ მოხვალ. გაუმეორა გალაქტიონმა. რატომ? გინდა გამოიძინო? ჰკითხა კორნელიმ. ჰო, არა, ასე სჯობია ახლა ჩემთვის. მიუგო გალაქტიონმა და შავი ბრიალა თვალები შეანათა. იქნებ მერიდები. არ გრცხვენია გალაქტიონ? ჩემი კუთხის კაცი ხარ, მეზობელი. ჩემთან ჯარში ნამსახურები. არა, კი არ გერიდები შეკაცო. საღამომდე ვიძინებ და მერე დაიბნა გალაქტიონი. იგი თვალებს აცეცებდა და რაღაცას მძაფრად ყურს უგდებდა. მერმე ამხანაგის ბინა ისევ დაკეტილი თუ დაგიხვდა, იცოდე უთუოდ აქ მოდი. ყაზარმაში არხეინად ვიძინებდით ერთად იმდენი ჯარისკაცი და ამ ოთახში ორი კაცი ვერ დავეტევით? არა, საღამოს მიხაფრუიძის დასთან, მაროსთან უნდა წავიდე. რამდენი ხანია მარო არ მინახავს. საღამოს მეც წამოვალ მაროსთან. წავიდეთ, მიუგო გალაქტიონმა. მერმე წამოდგა. კორნელის წინ გაჩერდა. დოინჯი შემოიდგა. განიერი ბეჭები გაშალა. გამომცდელად შეხედა და გულითადი ხმით უთხრა, თითქოს აღქმას ადებინებსო. კორნელი, თუ კაცი ხარ ქვეყანაზე და ძმობა გწამს, ნაცნობსა და ნურც ვინმეს ეტყვი, შენთან თუ არ ბინაში, გესმის? კორნელი შეკრთა, წამიერ დადუმდა, კოპები შეიკრა. მერმე გალაქტიონს თვალი გაუსწორა და მიუგო. მესმის, ბავშვი არა ვარ, არც ენა ჭარტალა დედაკაცი. რადგან არ არის საჭირო, მეც არავის არაფერს არ ვეტყვი. დამშვიდებული იყავი, დაწეკ და კარგა გამოიძინე. გარეთ გასვლა თუ დაგჭირდეს, სამზარეულო ხომ იცი სად არის? ვიცი, მაშ ნახვამდის, ძილინებისა, საღამოს მელოდე. ნახვამდის, უთხრა გალაქტიონმა და ნიშანი ასწავლა. როცა მობრუნდე, კარზე სამჯერ კატასავით მოფხაჭდე. გალაქტიონმა კარები დაკეტა, გასაღები გამოიღო და ჯიბეში ჩაიდო. ქუჩაში გაიხედა და სარკმელს დარაბები მიახურა. ტახტიდან ფარდაგი აიღო, იატაკზე დააფინა და ზედ წამოწვა. მერმე ნაგანი ბუდიდან ამოიღო. სასთუმალთან დაიდო და მომხდარი ამბის გამო ფიქრს მიეცა. როცა გალაქტიონი კორნელის ესტუმრა, დღის 3 საათი იქნებოდა. ფიქრებს ისე გაეტაცნა, რომ ახლა ჩასასვლელად გადახრილი მზე სარკმლის დარაბებს მოსდებოდა. ყველა ჭუჭრუტანაში მძაფრად იჭრებოდა და მისგან გამოსროლილი შუქის სვეტები ოთახის კედელს, კარებსა და ჭერს ეცემოდა. გალაქტიონმა თვალი მოავლო ოთახს, წიგნებით სავსე კარადას, კედელზე გაკრულ სურათებს, კარადაზე კაცის ქალა დაინახა. არესი ამოვნა და მოიღუშა. ჩაბნელებული და სიჩუმით მოცული ოთახი აკლდამად ეჩვენა, რომელშიაც პატარა ჭუჭრუტანიდან დღის სინათლე შემოჭრილიყო. ცუდ ფიქრებს გაჰყვა, რომლებმაც ომი, გვამები და ბოლოს მშობლიური სოფლის სარკოიას მუხაზე ჩამოხრჩობილი მამა გოჯისპირი მოაგონა. ტანში გააჟრჟოლა. იატაკიდან წამოიჭრა, ნაგანი ბუდეში ჩააგო თითქო საბრძოლველად, გარეთ გაჭრას აპირებსო, მაგრამ მალე გონს მოვიდა და
და კვლავ სმენად და ხედვად იქცა. ისევ კარადაზე შედგმულ, კბილებ დაკრეჭილ ქალას გახედა. ზეზეურად გაშრა კაცი. წიგნებით სავსე მაგიდასთან ფეხაკრეფით მივიდა, მაგრამ გოლიათი კაცის სიმძიმის ქვეშ იატაკის ფიცარი გაიდრიკა და ჭრაჭუნი გაადინა. მოცელილივით დაეცა სკამზე. გაუმძრევლად იჯდა კარგა ხანს. მერმე მაგიდაზე წიგნები გადასინჯა. მის წინ ნაცნობი ჟურნალი იდო, რომელშიც კორნელის მოთხრობა იყო დაბეჭდილი და გოჯასპირის 100-ჯერ კითხვა დაიწყო. გალაქტიონს თვალზე ცრემლი მოადგა და გაიფიქრა. ჩემო კორნელი, რა კარგად დაგიხატია უბედური მამა ჩემის სახე. მისი ლაპარაკის კილოც და ხმაც როგორ მესმის, საოცარია. ახლა გოჯისპირის ცხედრის წინაშე მუხლმოყრილი თავისი ცოლის ასინას ტირილი წაიკითხა. ტანში გააჟრჟოლა და ცრემლით გაიგუდა. უმალვე წამოიჭრა, ნიკაბზე გაისვა ხელი და გაიფიქრა. სად წამიხვალთ მამის მკვლელებო? სად წამიხვალ ოტიამ დივანის ცოლის ძმაო, დათაყიფიანო? იგი გალიაში დამწყდებულ, გააფთრებულ ვეფხვს ჰგავდა. ბოლოს ისევ დაცხრა და სკამზე დაეშვა. მოთხრობა ბოლომდე წაიკითხა. ხელები მაგიდაზე შემოსდო, ზედ უღონოდ მოწყვეტილი თავი დადო და იმოდენა ვაშკაცი ბავშვივით აქვითინდა. როდესაც ტირილით გული იძღო, ჩაეძინა კიდეც, მაგრამ მალე უცნაური ხმაურობა შემოესმა. თითქო კარებს კატამოს დგომია და ბრჭყალებით მხაჭნისო. გალაქტიონმა თავი ასწია. მხაჭნის ხმა 3-ჯერ განმეორდა. ადგა და 10 წყვდიადით მოცულ ოთახის კარებს მიადგა. გარედან ნაცნობი ხმა შემოესმა. კორნელი ვარ, კორნელი. გალაქტიონმა კარები გაუღო. კორნელი ოთახში შევიდა და უთხრა. უკვე დაღამდა გალაქტიონ, მაროსთან წავიდეთ. შენ მარტო წადი, კორნელი, მე სხვა გზით მოვალ.